სადაც არასახალი ფოტოსურათი მოითხოვე. კი. მე სად არის? ფოტოები მაჩვენა, მაგრამ არ გამომატანა. კარგი. უნდა გავიგოთ ვინაა ეს კაცი. ამბობ სალის მქვიაო. ალექს, გმადლობ რომ მოხვედი. გამარჯობა ლენკ. რა ხდება? თქვენი კაბინეტი აგენტებით არის ახსე. თავდაყირა და აბეროს. ხრაგე. მე შენ გიცნო. არა მგონია. როგორ არა? მაგფადენი ხარ არა? ვიღაცაში გაშლებით. ელჩთან იყავი. შენ მე არ მიცნობ. მე კი შენ. მაგრამ გევალება აქედან გამიყვან. ხოლმე იცევი. ის ამ საათზე. პროგრამის. არა, ის. ხოლმე შუა დროს აქედან გავიქცევით. ბეჭედი მომეცი. სწორი გადაწყვეტილება. ბეჭედი გინდა. უფრო შენი სტილია ძმაო. დამშვიდი. ძადი საქმეს მიხედე. მოდი, შენ მომიახლოვდი. მოდი. Try and be more სხვა დროს ფრთხილად იყავი, გასაგებია? დიახ, სერ. შერაქვია. ტიგე. მე მაიკლი. ავსტრალიელზე შენ თქვი იცოდა იცნობა. მართალია? შენი აზრით ვიტყვები? შენზე ამბობს მათქო არაო. ელჩი არასოდეს ყოფილვარო. ელჩი რა შუაშია? სასტუმრო ამბასადორი ვიგულისხმე. იმ სასტუმროში კონსიერჟი ვიყავი. შემიძლია დავიფიცო რომ რამდენიმე თვე იქ მუშაობდა. მაგათ სასრას გაიგებ. ნახევარჯერ ვაცდენდი. ამიტომაც დამითხოვეს. და ახლა აქ ვარ. ისაში რა უნდოდა? რა იყო? იმ ტიპზე წიგნს, სამ საათზე და 13 წუთზე ვიწყებს, ასე რომ 3 საათი და 51 წუთი გვაქვს. მაინც ვერ მივაგენით ნეიტრალურ ზონაში შეწყვეტილ გზას. მაგას მე მივხედავ, ოღონდ უნდა შევამოწმო. მე ეს არის შენმა მესაკლავე მეგობარ. უკეთესი იქნებოდა კიდევ ერთხელ მიესხურებინა, მაგრამ არჩევანი არ გვაქვს. იქნებს ღამეზეძის გამო მივიდა იმ მესერთან. გასაპირებ ვინმეს მოკლავ მესერს რომ პრომეტი მიესხურო. აქედან თავის დაღწევაში თუ გვიშველი შენს მოკლავდი. ფიქსირა დაგვეხმარება აქედან გაქცევაში. კიბე. მაიკო. მესერზე თუ გადავწრებით მერე რას ვაპირებთ? შენ ჯერ კიბე მიშოვე. ეს ჰამაგი წინაზე მოხლია. იქნება რამე იშოვო დასაგრძელებლად. კარგი, ეგ ჩემზე იყოს. ფიქსაში არ ყოფილვარ. ამბობენ ლამაზიაო. არ ვიცი. ხებზე მგიდია ეგ კაცი გიცნობს თუ არა. მე ის მაწუხებს.
თითქოს აქ შენ სათვალთვალოდ შემოგზავნეს. სკოფილდ, თქვენთან ნახველი მოვიდა. აქედან მალე გავიქცევით, ყველაფერი მოგვარდება. სკოფილდ, თქვენთან ნახველი. შეაგორებენ გამათავს. ჩემთან მოდი საკანში გასავლი. მინდა შენ საკანში მოვიდე რომ გამათელი გავაგორო. მაგარი ხარ. ძალიან. მაგრამ ვიხალისებ. ვინ წელზემოთ სონაში შიშველია ყველას მეგობრები? დაგავით მაგუშინ საჭმელი რომ მოგეციე. და საწოლიც. ნეტა რატომ? რა ჯანდება გინდა? იცი რას გეტყვი? ერთადერთი რაც არ მინდა, შენთან სექსია გაიგე? გიჭირს ამის დაჯერება. ნეიტრალური ზონა რომ გავია. კოშკის ორი მსველი უნდა მოვიშოროთ. ერთს უკვე მივხედე, მაგრამ მეორეზე თქვენი დახმარება დამჭირდება. ყოველდღე პირველიდან 2 საათამდე ლანჩიოთ. როგორც წესი უნდა გავიგოთ საიდან მორწყავა და ჭიქაში რამე ჩაუყაროთ. ჩვენი გაქცევის დროს აუცილებლად უგონოთ უნდა იყოს. მაგას ახლა მეუბნები, როცა 3 საათი რჩება გაქცევამდე. რა ვიცი რა გიხარ. 3 საათზე და საათი და 13 წუთზე ვიწყებთ. 3:25 სანაპიროზე ვიქნებით. ვიცით, მზისით. კომპანია ჯერ კიდევ გონია რომ ამაღამ 9 საათზე ვაპირებთ. ამის მინე, იმ ხალხს ვეღარ მოვატყუებ მაიკ. როქჩერდება გაცვლის ადგილის შესასწავლად. უნდა გავიგოთ შეძლებთ თუ არა LJ-სა და სარას იქიდან გამოყვანას. იარაღი იშოვე? კი, ვიშოვე. LJ როგორ არის? სარა? კარგად არის. ფოტოებზე რა სიტყვი? არაფერი გამომდის. ძალიან მჯერდებანი. არაფერი გამომდის მეთქი. ხომ უნდა დავწუნდეთ რომ ცოცხლები არის. ამას მხოლოდ მათი გულისთვის ვაკეთებ. სიუზანი ამბობს კარგად არიან. უნდა დაუჯეროთ რომ ასეა. დღემდე სულ იმას ამბობდი ვერავის ვენდობია. ახლა თავდება თუ თქვი? დროში ვიწვევით. ისმინე. თუ დღეს ნაშრომად 3 ნახევარზე LJ-სა და სარას ფოტოებს არ ნახავ. აქედან აღარ გავიქცევი.
ამერიკულ ყველს ვერ შოულობ. იქნება ესპანური მოგეწონა. იყოს ძალიან მიყვარს. რამდენიმე წლის წინ მოსულში მსახურობდი. დამატყავეს. რამდენიმე ხამის შემდეგ შეერთებული შტატების არმიის შუალმფრენის ხმა შემომესმა. სადღაც ახლოს დაეშვნენ. ხელები ჯერ ზურგს უკან მქონდა შეკრული, მაგრამ მაინც გავიქეცი. მაშინ ეს ძალიან სარისკოდ არ მეჩვენებოდა. სპეცოპერაცია მეგონა. მით გამიჯერა. შუალმფრენის ხმა მათაც გაიგონეს. ვერ მივხვდი რომ ეს მხოლოდ მძევალთა გაცვლა იყო. ჩემი გაქცევის მცდელობით საქმე გავიფუჭე. მაშინვე დამიჯერეს. სროლის დროს 6 სპეცაგენტი დაიღუპა. მერე 3 კვირა. მოკლედ რომ გითხრა, კაცები ხორები არიან. ახლა რაც შეგვეხება ჩვენ? ესეც მძევლების გაცვლა. თუ გმირის როლს დაივიწყებ, შენ და მამა შენს საფრთხე არ გემუქრებათ. გაიგე? გავიგე. ძალიან კარგი. ჭამე. ალბათ ხვდები რომ უჩერო ურჩევნია. ნორმანს? როდის მოკლავს? გადახტამდე თუ გადახტის შემდეგ? როცა მომდება მაშინ. ოღია. სადი რამე დასალევი იშოვე ბიჭო. ალბათ ჩემთვის წერილობითი სახით არ უცნობებიათ, მაგრამ მინდა იცოდე რომ დამაწინაურეს ბიჭო. რა მითხარი? რა ხდება და ამ ჯუჯას ენა აქვს წაგრძელებული. რინგზე ვიწვევ ახლავე. გადავილაპარაკები. თავი დაანებე. სიცოდე არ დაგვიმთავრებია. წადით. ჩვენ უბრალოდ არა. ჩემი ვალი გაქვს. მაგას რა შეიძლება? ხომ შემიძლია ყოველს შემოვარო და ვკითხება? ის ულჩეროს რაოდენობს ხელი ასიეთ მეთქი. თავიანთ ციხეში ყოველს დააგვირდი. მეთქი და შემობრომ არაფერი გაგიგია. იმის ხმა ნამდვილად შემიძლია რომ ყოველთვის როგორც კი მათ გვერდით ვჭდები, სამ სხვა თემაზე გადააქვს ლაპარაკი. ის კი არ გღალატობს, მაგრამ შენი თეორიების მოსასმენად არ მცალია. მე შედეგები მჭირდება. ყველაფერი რიგზია? ჯეიმზი კარგადაა? შენივრად. ეს აიდანაა? ურიბედან. ზისპირა სასაუზმიდან.
აქედან რამდენიმე კილომეტრს. შეძლებ დაადგინო კოშკის მცველის ვინაობა. შეძლებ გამირკვიო. შევასწრები, მაგრამ შეიძლება გამიჭირონ. გეკითხები შეგიძლია თუ არა? კი. რაღაც მჭირდება. თეოდორომ რა უნდა დაგვიშალოს? ერთი ჩვეულებრივი მასხარაა. კუდარი მასხარა. იცი რა, არაფრის ქვას არ ვაპირებდი, მაგრამ თუ ხელთ შევს გარს ვეძებდი, რომ იცოდე რა ვიპოვე. აი ეს. ამას მიმალავდი? შენი იყოს. საზღვარი გემოაქვს. მანო, ამაზე უკეთესი გარებს ადიშოვე. ვის წაართვი? აუგუსტოს? ვერ მომაშლევინე. მიგზავნის და მიგზავნის, რომ სანაცვლოდ არაფერს უკეთებ. გესმის? დაწუნებული ხარ, რომ შენ არ გინდა. აქვე ვიყავი და შემოგიარე. ხელალეზად ჩემს სანახავად გამოიარე. შენს დასაყვანად მოვედი. შემიძლია 48 საათში შრომის გამოსასწორებელ დაწესებულებაში გადაგიყვანო. სენტ-ლუისში? სელინს გაძლიერებული რეჟიმის ციხე უნდოდა, მაგრამ გადავაფიქრებინე. რამდენიც მოსჯას მებირებს? 25 წლის? სამუდამო პატიმრობას? ჩვენი ბიუროს დირექტორი ლინკონ და როუზის სასარგებლო ჩვენების მიცემის შემთხვევაში სასჯელის შემსუბუქებას გვირდება. მოგლეთ? 8 წლიან პატიმრობის ვადაზე რა სიტყვი? როგორც კი სალინსი მოლაპარაკებას დაამთავრებს, მანქანაც მზად იქნება. არა მგონია. რა? მადლობა შენი მონდომებისთვის, მაგრამ 8 წლიანი პატიმრობის ვადაზე თანახმა არ ვარ. ახლა 10 გაქვს. მთავრობა გარკვეულ დათმობაზე მიდის. შეერთებულ შტატებში გადაყვანის შემდეგ, თუ თანამშრომლობაზე არ დათანხმდები, ყველა მუხლის წაგიყენებენ მრავლს. კვლევობის საქმესაც დაგიმატებენ. გარიგებაზე თუ არ წახვალ, ისედაც ციხეში მოგიწევს დარჩენილი სიცოცხლის გატარება. მადლობ დახმარებისთვის. შენი დახმარებისთვის. ალექს. თუ გაქცევის დროს რამე შემემთხვა, ვირდები რომ ამას ჩემს შეყვარებულს გადასცემ. პირდები. იცი, შეგიძლია შენც რამე მთხოვო და მე შეგარიდა დაამაგრე. უბრალოდ შემოთავაზე. იცი რა, აქცევის დროს მე თუ დავიღუპე, შენც უნდა შეასრულო შენი სიტყვა. ამაზე უკვე შევთანხმდით. ყველაფერს ვიზამრად შემეძლება. იმედი მაქვს. კონზე უკვე შეგარი? შემოგარე შენი გამოცდა. ხომ გითხარი მეთევზე ვარ მეთქე. ჩვენი საქმე როგორ მიდის? იმ საკაც მივაგენით, რომელიც ნეიტრალურ ზონაში გაგვიყვანს. შევწინა გაქცევასთან შედარებით ახლა მესრამდე უფრო შორი მანძილია. ვის საკანზე ამბობს? პაპოს ჩეოს და სელის. ვიცი რასაც ფიქრობ. მაგრამ მეორე სართულზე ეგ არის ერთადერთი საგანი, საიდანაც მე ერთთან ისე შეიძლება მოხვედრა, რომ დანარჩენი სათვალთვალო კოშკებიდან ვერ დაგვინახოთ. რა გარანტია გვაქვს, რომ კამერაში მაგ დროს არავინ იქნება? 2 საათისთვის ყველა ნიში და ეზოში გადიან ლანჩზე და მერე ფეხბურთს თამაშობენ. უკვე დაიწყეს თამაში. ვიღაცამ რინგის გარეთ გადაწყვიტა საქმის გარჩევა. იცოდეთ, ნებისმიერი ვინც დაარღვევს ჩვენს წესებს, სასტიკად დაიჯდება. ვიცი,
ლაჩარი წინ არ გამავა, მაგრამ თუ ვინმე მრამე იცის ამ სამარცხვინო ამბავზე, უნდა მითხრას. დამოწავიდეთ პატარავზე. უჩერო შენთან საქმე აქვს. ეზოში ყოველ დღე ხედავ, გალათბურგს თამაშობდა ამერიკული ტანსაცმელი გაცვია. რაც ახარ ერთი სიტყვაც კი არ გიტყვამს ესპანურად. ინგლისურში ვარჯიშობ. დროს არ გარგავარა? ამერიკა დიდი ქვეყანაა. როგორ ამბობენ? ეს არის ერთი ერია, ყველა თანასწორია და ყველას თანაბარი უფლებები აქვს, ხომ ისეა? დიახ. სამართლიანობა ყველასათვის. სამართლიანობა შენთვისაც და ჩემთვისაც. და სამართლიანობა იმისთვისაც, რომ ეზოში ის ტიპის სიცოცხლეს გამოასალმა. ახლა ხვდები იქ, რატომ არაფერი თქვი. მთელი დღე შენი სულელური ამერიკული თამაშით ერთობოდი, სანაც იმ კიბის წინ სადაც გვამი იპოვეს. თუ ახლავე არ მეტყვი, რა დაინახე, იცოდე შენი საქმე ძალიან ცუდად წავა. მე ერთი პატიმარი დავინახე, გიბესთან მივიდა. და მე ასე ერთი წუთის შემდეგ ჩხუბით დაიწყო. ვინ დაინახე? ესე იგი ჯერ თოკუს ხსნით, მერე საკეთს ვაღებთ, მერე გისოსებს, გლებსთ და მერე უკვე ქვემოთ ვიქნებით, არა? ვინმეს რამის თქმა ხომ არ უნდა იმაზე, რაც ახლა ვნახეთ. და არის რამე სათქმელი? შეგვითხარი შეიძლება ვინმეს მოკლა მოგვიწესო და ცოტა ხნის შემდეგ ვიღაც მართლა მოკლეს. მე გარმითხოვს ახლა მაგისტროა, დარჩენილი რამდენიმე საათი ამ ჯოჯოხეთში კიდევ ერთ გვამზე გლოვას მოვანდომოთ. რა გინდათ? რასაკეთებ? უჩერო შენთან საქმე აქვს. ჩემგან რა უნდა გაიგოს? რისი გაგებაც უნდა გაარღვია. ახლა შენი აღიარება სჭირდება. მე არაფერი ჩამიდენია. დაუჯერეთ, უდანაშაულოა. თუ შენ გინდა აღიარება, შეგიძლიათ ადგილები გაცვალოთ. მე მინდა გავარკვიოთ, ვინ არის ნამდვილი მკვლელი. ვერ მოვასწრებთ. მეტანილთა სია ძალიან გრძელი იქნება. ერთი რამ აშკარაა, ვინც მოკლავს საქმის პროფესიონალია. სიცოცხლის ფუძე აქვს გადატეხილი ალექსი. დროს ჩემთან ნახველი იყო მასული, რატომ ხარ ასე დასწრუნებული, რომ უესტლერს არ მოუკლავს? ტიპს სწორედ ეგ ვერ იტანდა. ასეთ რისკზე არ წავიდოდა. უესტლერი ახლა თუ გადარჩა, მალე მაინც მოკლავენ, ასე რომ მხოლოდ მე და შენ დავჭით. მე და შენ არ დავჭრილი ვართ. აქედან მის გარეშე არ გავალთ. 2 საათში გისოსებსაც მოვხსნი და მესარსაც გავცლებით. მართლა? ხო, მართლა. და მე საწახვალ ალექსი. სულეთი აღონდა კაურბას გავეცალა. აქედან მხოლოდ ერთი გზა გადის. ჯუნგლებსაც კი პატრული აკონტროლებს. და თქვი? საით აგებს დასვლას? 4-ის ნახევარზე აქ აღარ ვიქნები. ვიხარი არ ვიცი მეთქი. აქ რა მინდა? აქ არ უნდა ვიყო. დამიჯერეთ. ის კაცი მე არ მომიკლავს. ვიღაცამ დაგინახა კიბეზე რომ ჩადიოდი. კიბეზე? ეს დანაშაულია? იცოდე ვერაფერს დაგვიმალავ. რა უნდა დაგიმალოთ? იარაღი არ მაქვს. რა თქმა უნდა, სადმე გადამალავდი. რაც უცდით მოძებნეთ. იარაღს თუ იპოვით, მკვლელსაც მიაგნებთ. უფრო სწორად შენს იარაღს მივაგნებ. თქვენი აზრით, ვცდილობ ვიღაცას გადავაბრალო. იქნებ პირიქით ხდება. მაგისტრის თავს ვინ შეიწუხებს. იცით აქ რატომ მოხვდი? ხომ იცით რომ გავლენიანი მტრები მყავს? შენი აზრით გადაწყვეტილებას მერის მეგობრების ზეგავლენით ვიღებ. იცოდე ტრაკი დააგენე. 13 წლის რომ ვიყავი, დედა ჩემი ერთ მდიდარ კაცთან მოახლედ მსახურობდა. ერთხელაც მასთან ერთად სახლში მარტო აღმოჩნდა და მოკლედ ყველამ გაიგო რაც მოხდა. მაგრამ რა კი მდიდარი იყო. ჩვენ კი ემიგრანტები ვიყავით. პოლიციაში საქმეც კი არ აღწერეს. მერე ერთი კვირის შემდეგ მის სახლში მოსახვედრად მერձევეს ტანსაცმელი გადავიცვი და რა კი სხვა გზა არ დამიდოვეს. სამართლიანობა მე თვითონ აღვასრულე. ახლაც მეთქვი რომ დიდრებს პატივისცემით ვექცევი. მითხარი. საკაური წესები მესმის და მათ ვიცავ. მაგრამ განაჩენს ნაჩქარებად ნუ გამოიტანთ. თქვენი წესების მიხედვით ეჭვმიტანილი 10 წუთში სიკვდილით უნდა დასაჯოთ? არა. რო გაქვს დაარსად გვეჩქარება. მადლობა. აშკარა აქედან ვერ საწავალ. თუ კიდევ მოგინდებათ დალაპარაკება, ჩემს საკანში ვიქნები. არა. აქ ამ სკამზე დარჩები.
შოთი ქცევი. პატივისცემას არ იმსახურებ. გაჩვენდი შეურაცხყოფას მაყენებ. კარგად ვიცი რისი გამკეთებელი ხარ, მაგრამ სიმართლე გითხრა არ მეგონა მკვლელობაზეც თუ წახვიდოდი. შენ გონია თიგე მე მოვკალი? დღეს დილით ორივე ნიში და ეზოში დაგინახე. და მეგობრებას ვცდილობდი, მაგრამ ჩხუბი დამიწყვა. შენ გარდა სხვა ვინ მოკლავდა? მე არ მომიკლავს. კარგი რა ბრედ. შენ გარდა ვის უნდა მოეკლა? მართლა გონია მის ბაღავი მე მოვკალი? რამდენჯერ უნდა მივიხარ მიზანში? გონია არ მინდოდა სასხლეთის გამოგრა. ჯანდება. თავის მოკლაც კი არ შემიძლია. ვინმე ხომარ უთქვამ შენთვის რომ უისლერი კიბესთან დაინახა. ამ წუთას მოვედი. მაშინ იშკარე. როგორც კი უისლერი მოხვდება, კათმის ფეხს შენ გადმოგცემ. ამ თუ გირჩევნია შენ მომეცი. ერთხელ მაინც სადე კაცურად მოიქცე. იცოდე, დღეს ჩემთან რინგზე ჩხუბი არ აქცდება. ზილაფოლი. ძაღლების ანესთეზიისთვის იყენებენ. 2 წუთიდან ცოლი მთელი საათით გაითიშება. მეგონა უისლერის გოგო ჩემოგიერთდებოდა. სად არის? მოსახლეთა მანქანაში გელოდებათ? ჩემთან მოვიდა სასტუმროში. წინააღმდეგი არ ვხვდა გეხმაროს, მაგრამ არ მინდა რამე დამემალო. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ხოლო უკვე ყველაფერი დამთავრდება. სიურპრიზები აღარ გვინდა, ლინკონ. რა იყო? მითხარი. შეგიძლია სარას რამდენიმე ფოტოსურათი იშოვა. ცოცხალის? არა. შენი ძმისთვის არ გითქვამს? მაიკლისთვის არ გითქვამს, რომ სარა მოკვდა? ფოტოებს მომიტან თუ არა? დაწყნარდი, რამის მოვიფიქრეთ. ჭკვიანურია მაიკლისთვის რომ არ გითქვამს. როგორც ხვდები, ძალიან მგრძნობიარე ძმა ყოლია. აი ამ ადგილას ხვდებით. მე და ელჯეი დაგელოდებით. შენ, მაიკლი და უისლერი ხმობთ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა 9 საათის თუ შულს დაიბრუნებ. 9 საათზე. მგონი მაღალი. მეორე სულ პორტოხლის წვენს. დარწმუნებული ხარ? მგონი. ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. შენ გეძებდით. ციხიდან კიდევ ერთი გვამია გამოსატანი. მე მხოლოდ წამოდი. ყავა გინდა? და წვენი მომიტანე, პორტოხლის. ერთი პორტოხლის წვენი და ერთი ყავა თუ შეიძლება. წვენი ყურე. ეს ჩემი ძმაკაცისა. აიღეთ, გთხოვთ. მიირთვით. კაპიტანო ჰუსტადო, აი ახალი ყავა. არა. აიღეთ. მადლობა. დიდი მადლობა. მაპატიეთ, სენიორ. სონაში უნდა წავიდე, მანქანაში ბენზინი გამითავდა და სუხარ, მაგრამ მე სხვა მხარეს მიდივარ. აუცილებლად უნდა მივიდე. მე წაგიყვანთ. წამობრძანდით. მადლობა. არაფერს. არ დაგეღვაროს. ვიზიარებ შენს მწუხარებას. წლის მეგობარი გაიჩინე და ახლა სიკვდილის პირასა. საწყენია, თუმცა თუ შეეცდები შეგიძლია გადაარჩინო. არ ვიცი შენიშნე თუ არა, მაგრამ ჩემი მდგომარეობა უფლებას მაძლევს რაღაცეები მოვისმინო. ლუჩეროს ერთადერთი მტკიცებულება ისაა, რომ დაინახეს როგორ ჩადიოდა კიბეზე, იქნებ შენ სხვა საფუძვლიანი მტკიცებულების მოპოვება შეძლო. კი, მაგრამ როგორ? რომ მოგეპოვებინა მეთქი. სხვა დავაბრალო? ვინმე ისეთიდაა დანაშაული, ვინც ამას იმსახურებს. სინდისიც არ შეგაწუხებს, თუ ისეთ ვინმე შეარჩევ, ვისაც ხალხი ყავს მოკლული. ხო, მაგალითად შენ. სამი. შენ გინდა ლუჩეროს უთხრა, რომ თავისი უახლოესი გარემოცვის წევრი მოკლას? დიდი ამბავი. უზვას ხომ არ თხოვა. ლუჩერო მიცის, რომ ეს სემის ბეჭედია. კიბესთან თუ დააგდებ და მერე ლუჩეროს ეთქვინა ხერავი პოვეო, მთელი ციხე გაიგებს ამ ამბავს და სემის დანაშაულის დამტკიცდება. ლუჩეროს სხვა გზა აღარ დარჩება და იძულებული გახდება დათმოს. ციხეში ციხის კანონები მოქმედებს.
მოგებულებს სხვისი პრობლემებით მოეთქიებ მაღლამას თავს. ბეჭედი კიბესთან დააგდე. მე რა თქვი რომ სემის ბეჭედი იპოვე. დანარჩენს მე მივხედავ. თუ გინდა რომ მეგობრის სიცოცხლე იხსნა მის ნაცვლად სხვა უნდა მოგდეს. გამარკვიერა უთანხმოება გქონდათ იგესთან. ორი მომკარი შენზე რაღაც წოდნია. ეგონა რომ ჩემზე რაღაც იცოდა. მოტივი გქონდა და შემთხვევითაც ისარგებლე. პატიმრები უკმაყოფილოები არიან სონაში შენი შემოგებული წესებით. შენს ადგილას პრეტენზიებს არ წამოვაყენებდი. არა ვერ გამიგე ჩემი სიკვდილით დაჟდით საკუთარ სამართლიანობას დაამტკიცებ და ამით ხალხს დაამშვიდებ, მაგრამ ბოლოს მაინც გაირკვევა დამნაშავის ვინაობა და ყველა დარწმუნდება რომ უდანაშაულ ადამიანი მოკალის. კითხვაზე მაინც არ პასუხობ. იგესთან აზე იჩხუბე. გრძელი ცხვირი ქონდა და ჩემს საქმე შეყოფდა. დარწმუნებული ვარ სხვასაც ჩემსავით მოიქცა და ამიტომაც მოკლის. რატომ არ აღიარებ რომ იჩხუბეთ? ეს სიხეა. თუ ვინმე ყალბრალდებას წამოგიყენებს საწინააღმდეგოს ვერ დავამტკიცებ. ეს უნდა გაითვალისწინოთ. ყველა შენს კითხვას უპასუხე, ყველაფერი გავაკეთე რაც შემეწოლა. როგორ მოვიქცე რომ დამიჯერო? უკვე აღარავის იმჯერა. მედმა გაგიღიმა. ძალიან ლამაზი ხარ. ძალიან ლამაზი. რა ხდება? შენ ალბათ არ იცი, რომ გამორჩეული ხალხისთვის არსებობს გამორჩეული ვიზიტები. შემიძლია ისე მოვაწყო, რომ სონაში შეხვიდე და გარკვეული პერიოდით მარტო დარჩე შენ სიყვარულთან. რაც მთავარია, იქ შესვლისთვის, ნებართვის მიღება, აქვე ამ მანქანაში შეგიძლია. გისმენთ? ფოტო გვაქვს. როგორ გამოიყურება? სარას გავს. ნახევარსაათში სონაში ვიქნები. ავტოსადგომთან დამხვდე. ყველაფერი რიგზეა? მოიცადე. ის ტიპი არ გიყვარს? არ ვიცი კარგად იცნობ თუ არა, მაგრამ ნორმან საშინელი ხასიათი აქვს. ნორმანი? ნორმან სენ-ჯონი? თუ შენოს გოგო ხარ? ხო. დაცვასთან გაუგებრობა მოხდა. ავაში წამალი ვერ ჩაუწვეთე? მე ვერა, მაგრამ ეს პრობლემა სხვა მოაგვარა. გასაგებია, მაგრამ თუ გაქცევას ამღამ გეგმავთ. წამოს ასე ადრე რატომ უსხა? სანამ იმოქმედებს დრო უნდა. ხომ გითხარი ერთ საათში მოქმედებს მეთქი? ალექს. არ შეიძლება. რაზე მეუბნები?
ეხუმრები? ლეიბის ქვეშ ზედმეტ ნიუთებს მხოლოდ სულელები მოლავენ. ჩემი ლეიბის ქვეშ იპოვე. თუ ასია იწოდები რაცამ დადო. უფრო ჭკვიანი მეგონი. მართლა? ზედ დიდი სანამეჭდების ხომ არ იპოვე? ან ქსოვილის ბოჭკოები? მითხარი. უისლერი კიბესთან დაინახეს, მე კი შენიდან ავიპოვე, ასე რომ ახლა უისლერის ადგილს შენ დაიკავე, ხვდები რას გულისხმობ? უისლერის ადგილს? მაგით რას დაამტკიცებ? ყველაფერს. და რაც მთავარია, ლუჩეროსაც დავარწმუნე. მაიკლ, მე არა. ჩერდება. რა ხდება? რა ხდება? ყველაფერი კარგადაა? რა ჩანდაბას აკეთებთ? ეგ რა შეგჭირდება? მამა შენმა გმირობა მოინდომა. არა, ხო, არ გინდა. როცა ფუძის ძვალს გავდეხავ და ნერვულ დაბოლოებებს გავწყვეტ, ვეღარაფერს იგრძნო. არა. სიზენ, გვაპატიე, შენი მოტყუება არც გვიფიქრია. მამა, შემს მოკლას აპირებენ. რა, ელჯეი. დანა უკვე ყელზე დამადეს. ელჯეი. მამა, არაფერი დაუშავოთ. სიმართლე მითხარი. კარგი. მაიკლი 3 საათსა და 30 წუთზე გამოდის. დაცulis ადგილზე ვხვდებით 3 საათსა და 45 წუთზე. სიზენ, ხო. ეს მხოლოდ იმიტომ დავგეგმეთ, რომ ხამით დაცვას აძლიერებენ და დღისით ვამჯობინეთ. როგორც ხვდები, სხვა გეგმები გაქვთ და გაქცევის დროს შეგიცვლიათ. ეს არაფერ შუაშია. გეგმა იგივეა, არაფერი შეგვიცვლია. არა, ძალიან გთხოვ. ჩემს შულს ნურაფერს დაუშავე. გთხოვ. ცხოვრებით ტკბები? აქაურობა ისე მოგწევს, რომ წასვლა აღარ გინდა, არა? მოსაფიქრებლად რომ ჭირდებოდა. მეც მჭირდებოდა, რომ პანამელებთან საბოლოოდ რომ შევთანხმებულიყავი. მაგრამ ამის ნაცვლად არ მომიხდა წამოსვლა. დარწმუნებული ვარ, ადვილი არ იქნებოდა შენი დარწმუნება, რომ აქ წამოსულიყავი. გულახდილად გეტყვი. ერთი სული მქონდა, სანამ ციხეში გამომწყდაულს გნახავდი. მაგრამ ახლა აქ რომ ხედავ, ხვდები რომ ვწდებოდი. ჯერ აქედან გადავიყვანოთ და ამაზე მერე ვილაპარაკოთ. არ ვიცი გადაყვანა შეძლებ თუ არა. 8 წელი მსუბუქი რეჟიმის ციხეში. უკვე 4-მდე დავიყვანეთ. და დღესვე შტატებში მივფრინავთ. როგორც კი განსაკუთრებულ საქმეთა პროკურორი გადაწყვეტილებას მიიღებს, აქედან გამოგიშვებენ. განსაკუთრებულ საქმეთა პროკურორი? მის წინაშეც არ ვქება, ყველაფერს უამბობ და მე ის დაადგენს საჭირო და სანდო მოწმედ გამოდგები თუ არა. მოკლედ ფორმალობაა. ფორმალობა? მხოლოდ ფორმალობა ყოფილა. ხომ იცით შემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული მთელი დანარჩენი ცხოვრება აქ ჩალდებოდი. მაგრამ იუსტიციის სამინისტრო უკიდურესად დაინტერესებულია საფუძვლიანად გამოიკვლიოს პრეზიდენტ რეინოლდსის საქმე. ალექს, სრულ გარანტიას გაცლებთ. კარიერაში უამრავი შეცდომა გაქვს დაშვებული. ეს ორივე კარგად ვიცით. შეცდომებს ვერ გამოასწორებ. შენს კაბინეტში 8 დოსიე მიწვია, რითაც შენი დანაშაული მტკიცდება. იცოდე თუ რომ გარიგებაზე უარსებრი, შენ სიცოცხლეში უდიდეს შეცდომას დაუშვებ. მე ვიცი ვინც მოკლა ის კაცი. კი, როგორ არა. ლუჩერო. ეს რაღაცა. ალექსანდრე მაჰოუნის საკანში ვიპოვე. ვისაც იცი რომ ვერც კი დაგითხავენ. საკმარისია. ჩეო. პატიმარი გამოიყვანე. უკვე დროა. ხომიცი რომ მას არ მოუკლავს. მაჰოუნის დანა მოიტანა, ნუ თუ არც ამით მტკიცდება ჩემი უდანაშაულობა. სასაცილო ხარ. თანასწორობასა და სამართლიანობაზე ლაპარაკობ, მაგრამ დღის ბოლოს დიქტატორი ხდები. და როგორც
ყველა დიქტატორს ძალაუფლების დაკარგვა გაშინებს. გირჩევს სანამ დროა გაჩუმდე. ფეხებზე კიდია ვინ არის ნამდვილი მკვლელი. ოღონდ ვინმე მოკლა და სულ ერთია ვინ. მხოლოდ ეს გახელვებს არა. უკვე გავარკვიე ვინც არის დამნაშავე. ისი საჭელი სიკვდილი იქნება. შეცდომას უშვებ. ეგ მკვლელობაა. ეს შენც ისი და მეც. მართალია, მკვლელობა. არ გინდა. ეზოში ვიპოვე. აუგუსტო მაძლევდა ხოლმე. ახლა კი მაგის სულით შენ ყარხარ. გადით. სამწუხარო არა. ერთი პატარა შეცდომა და ვიღაც უცნობი მიწას დაგახლის. ყველაფერი კარგად იქნება. შენი შვილი თუ მართლა გიყვარს ასეთ რისკზე როგორ წახვედი? რამდენიმე წამით და შენს გამო თავს დავაცლედი. სიმართლე გითხარი. შეიძლება. თუ სხვა რამ გაქვს ჩაფიქრებული ჯობს დაივიწყო. ხომ იცი რაც მოხდება თუ ჭკვიანად არ იქნები? ვიცი. ძალიან კარგი. ფოტოზე ცესურათი ეჭირა ხელში. ვისაც დავავალე მეტი ვერ შეძლო. ცოტა დრო გქონდა. გონია მაიკლი ვერ შენიშნავს. შენიშნავს. ეს ფოტო მაიკლს მიუტანე. ხო სახლოდან მანახეო. ეგ ისედაც შენი ხათრით გავაკეთე. გადადი მანქანიდან. ერთ საათში გნახავ. საათში დაეძინება. ესე იგი გამოგდის. არ ვიცი. მათიციან რომ დღეს ვაპირებთ გაქცევას. შენ მხარე. ის კალი თვითონ მიხვდა. სხვა რამე ვერ მოიფიქრე ლინკ. მიხვდა მეთქი. როგორ გონია LG-ის და სარას დაგუძღვნებენ? სახიფათოა. რაც არ უნდა ვცადოთ ისინი. გამეს დაუშავებენ? არა, თუ უნდათ რომ უისკლერი გადავცეთ, უნდა დაგვთანხმდნენ. უნდა დაგვთანხმდნენ, გესმის? როგორც თავიდან დავეგდოთ, ისე ვიმოქმედებთ. თამაშის და სიურპრიზების გარეშე, კარგი? ფოტოები მაჩვენე. ფოტოები მაჩვენე ლინკ. ფოტოები მომეცი. ვერ გაჩვენებ ძმაო, მე რატომ ლინკ?
სარამკვდარია, მაიკლ. მოგატყუე. მაპატი. ეს არ გაიქცევით, შვილს მომიკლავენ. LJ-ს მოკლავენ. მაიკლ, დღესვე უნდა გამოიქცეთ. მაიკლ, უნდა გამოიქცეთ. მაიკლ!